მოკლედ მოგიყვებით მეგობრებო ჩემს შესახებ. ძალიან ბევრი წელი არის უკვე ამ სფეროში ვარ. ამ ეტაპზე მიჭირავს ციფრული რეკლამის და ანალიტიკის ხელმძღვანელის პოზიცია კრეატიულ სააგენტოში Windforce-ში, რომელიც 20 წელი არის ბაზარზე არსებობს და მე Windforce-ში ვარ დაახლოებით 5 წელი არის უკვე. მანამდე ჩემი საქმიანობაც ასევე უკავშირდებოდა თლიანობაში ციფრულ მარკეტინგს, სოციალურ მედია მარკეტინგს და სხვა სააგენტოებში მუშაობდი ძირითადად, თუმცა ჩვენი სფერო ესეთი არის ზოგადად რომ რა თქმა უნდა პარალელურად ყოველთვის არის ესე ფრილანს პროექტები, რომლებშიც ასევე თავისუფალი დროს შეგიძლიათ ხოლმე რომ იმუშაოთ და ანალოგიურად მეც რა თქმა უნდა ამ პერიოდის განმავლობაში სულ სხვა პროექტებშიც ვიყავი ჩართული. თლიანობაში ანუ რომ თქვა დაახლოებით ამ 8 წლის განმავლობაში მიმუშავე ალბათ, რა ვიცი 200-ზე მეტ ბრენდთან, როგორც ქართულ ბრენდთან, ასევე საერთაშორისო ბრენდთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ბრენდებთანაც და ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიასთან, ყველა სექტორის წარმომადგენელთან მქონია შეხება, ანუ არც არსებობს ალბათ ისეთი სექტორი, რომელშიც არ მიმუშავია ყველა სექტორს და ყველა ინდუსტრიას, რა თქმა უნდა, თავისი სპეციფიკა აქვს, ისევე როგორც ციფრული მარკეტინგის ყველა სხვა მიმართულებას და მათ შორის სოციალურ მედიასაც. და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე მოკლედ რომ ამ კურსების განმავლობაში ჩემს სტუდენტებს გაუზიარო ის კონკრეტული ჩემი გამოცდილება რაღაც კონკრეტულ კომპანიებთან, კონკრეტულ ინდუსტრიებთან მიმართებაში, რაც მათ მაქსიმალურად დაეხმარებათ და მაქსიმალურად გამოადგებათ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე. უშუალოდ კურსის ნაწილზე სანამ გადავალთ და სოციალურ ადვერტაიზინგის ნაწილზე სოციალურ მედია განვიხილოთ რა არის ზოგადად და რა გავლენას ახდენს ზოგადად მომხმარებლებზე. სოციალური მედიის ოფიციალური განმარტება გვაქვს ის რომ ეს არის ვებგვერდები და აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ამ შექმნან და გააზიარონ კონტენტი და მონაწილეობა მიიღონ სოციალურ ინტერაქციებში. მედიას საშუალებები ზოგადად ბევრი სახის არსებობს, ხო? არის ტელევიზია, არის რადიო, არის ბილბორდები მაგალითად და ბევრი სხვადასხვა მედია არის, რომელსაც ადამიანები აქტიურად იყენებენ. ჩვენ ამ შემთხვევაში კონცენტრირებულები ვართ სოციალურ მედიაზე, რომელიც მთავარი მახასიათებელი და განმასხვავებელი შტრიხი, ასე რომ ვთქვათ, არის ეს ინტერაქცია. ანუ მომხმარებლები, რომ ერთმანეთთან შედიან კომუნიკაციაში, შედიან ინტერაქციაში და მათ შორის ბრენდებთანაც. ეს გამოიხატება იმაში, რომ შეგვიძლია, არ ვიცი, კომენტარები დავწეროთ, შეგვიძლია რომ პოსტები გავაზიაროთ, კონტენტი გადავაგზავნოთ ერთმანეთთან და მივწეროთ ერთმანეთს თუნდაც პირად მიმოწერებში, ჯგუფებში გავწევრიანდეთ, ჯგუფებში დავპოსტოთ და ასე შემდეგ. ანუ აქტიურად ხდება ორმხრივი კავშირი და ორმხრივი ინტერაქცია, როგორც მომხმარებლებს შორის, ასევე ბრენდებს და მომხმარებლებს შორის და ეს არის ძალიან სასარგებლო ზოგადად ბრენდებისთვის. მოკლედ, სხვა მედია საშუალებებისგან განსხვავებით ეს სოციალური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური მედიის შემთხვევაში. სოციალურ მარკეტინგს რომ მიუბრუნდეთ, უშუალოდ სოციალური მედიის მარკეტინგი გულისხმობს იმას, რომ კომპანიები იყენებენ სოციალური მედიის არხებს, როგორც არის Facebook-ი, მაგალითად Instagram-ი, TikTok-ი და ასე შემდეგ, თავიანთი მარკეტინგული მიზნების მისაღწევად. ეს მიზნები შეიძლება იყოს პირობითად ცნობადობის გაზრდა, შეიძლება იყოს გაყიდვების გაზრდა და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი რაც სოციალურ მარკეტინგის ფარგლებში ხორციელდება, არის ფაქტობრივად ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულება. თუმცა ციფრული მარკეტინგი ბევრად უფრო დიდი სფერო არის, ბევრად უფრო სხვადასხვა მედია საშუალებებს მოიცავს, ვიდრე სოციალური მედიის მარკეტინგი. სოციალური მედია მხოლოდ და მხოლოდ არის სოციალურ ქსელებზე ორიენტირებული და კონცენტრირებული, როგორიც არის იგივე Facebook-ი, Instagram-ი, LinkedIn-ი, TikTok-ი და ასე შემდეგ. თვითონ სოციალური მედიის მარკეტინგი რაც მოიცავს, ესეც რო კომპონენტებად ჩავშალოთ, რომ ზუსტად გავიაზროთ კურსი და ადვერტაიზერი რას აკეთებს და რა პროფესია არის საერთოდ. პირველი რასაც სოციალურ მედიის მარკეტინგში ვაკეთებთ არის კონტენტი, რაც გულისხმობს ნებისმიერი სახის პოსტებს, ვიდეოებს, ფოტოს, სტორებს, რილებს და ყველაფერს, რაც თქვენ ხდებათ სოციალურ მედიაში. კონტენტი ზოგადად არის ის, რასაც მაგალითად ჩვეულებრივი მომხმარებლები ცდებენ, პირობითად მე რომ ჩემი რაღაცა ფოტო ავტვირთო, სელფი დავდო, ან სადღაც დავჩექინდა, ეს უკვე ჩემი შექმნილი კონტენტი არის. შესაბამისად, სოციალური მედია მთლიანად კონტენტით საზრდოობს, კონტენტის გაზიარებაზე დგას. ხოლო მარკეტინგის მიმართულებით, ანუ სოციალური მედიის მარკეტინგის მიმართულებით. კონტენტი გულისხმობს ბრენდების მიერ შექმნილ სხვადასხვა ტიპის პოსტებს, ვიდეოებს, ფოტოებს, სტატუსებს და
ტექსტურ კონტენტს და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი, რასაც ასევე სოციალურ მედიას მარკეტინგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის community-ის ნაწილი, რაც გულისხმობს ბრენდის მიერ თავის მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციის დამყარებას და ეს შეიძლება იყოს გამოხატული როგორც იგივე კომენტარებში პასუხით, ასევე inbox-ში პასუხის გაცემით და ასევე შეიძლება იყოს გამოხატული ჯგუფებში ინტერაქციებით, მოკლედ სადაც პირდაპირ კომუნიკაცია ხდება მომხმარებლებთან, სახელგვარებით მიმართვით და ასე შემდეგ, ეს უკვე შედის community-ის ნაწილში. და მესამე ნაწილი არის უკვე რეკლამა, advertising-ი, იგივე რაც გულისხმობს იმას, რომ ის კონტენტი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, გვინდა რომ ბევრ ადამიანს ვაჩვენოთ, რისთვისაც სოციალურ მედიის პლატფორმებში ვიხდით ფულს, რომ ეს ჩვენი კონტენტი გავარეკლამოთ. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ სოციმედია advertising-ზე, ანუ სოციმედია რეკლამაზე, ამაში გულისხმება პოსტების დარეკლამება, ეგრეთ წოდებული დაბუსტვა. ესეთ ტერმინი თუ სოციალურ მედიასთან შეხება გქონიათ, შეიძლება უფრო ხშირად გაიგოთ ხოლმე, დაბუსტვას ეძახიან იმას, რომ ჩვენი პოსტების ბევრ ადამიანთან საჩვენებლად ვიხდით თანხას. ამ თანხას ვუხდით იმ პლატფორმას, სადაც რეკლამას უშვებთ. პირობითად Facebook და Instagram-ი არის Meta-ს შემადგენლობაში და შესაბამისად თანხას ვუხდით Meta-ს, LinkedIn-ი ცალკე კომპანია მაგალითად, TikTok-ი ცალკე კომპანია, ყველას აქვს თავისი სარეკლამო პლატფორმები და შესაბამისად ყველას დარეკლამებაში ვიხდით ასეთ ფულს. ეს რეკლამა თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება წინასწარ დავგეგმოთ, იმიტომ რომ სარეკლამო თანხების დახარჯვასთან არის, ანუ ფულთან გვაქვს შეხება, ბიუჯეტირება გვჭირდება და მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ჩვენს და ვისთვისაც მუშაობთ, იმ ადამიანებსაც იგივე კომპანიას ან დამკვეთს, რა თქმა უნდა, ჭირდება, რომ მისი თანხა, მისი დოლარები იყოს ძალიან ეფექტურად დახარჯული. ამიტომაც არის, რომ ეს კურსი თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული იმაზე, რომ ეფექტურად რეკლამის გაშვება ვისწავლოთ ზუსტად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანუ ჩვენ დღეს რა მასტერკლასებს ვიმყოფებით, ეს არის სოციმედია advertising-ის მასტერკლასი, ანუ რეკლამის ნაწილს ვეხებით მხოლოდ და მხოლოდ და ეს კურსიც, ანუ content და community-ს არ შეეხება, მხოლოდ რეკლამის კურსია. რეკლამის ნაწილზე სანამ გადავალთ უშუალოდ, მანამდე პოზიციებით რომ მიმოვიხილოთ, აი ვინ რას აკეთებს ზოგადად და ბევრი მომიჯნავე პოზიცია არსებობს. შეიძლება ვაკანსიების დასახელებებში და აღწერებში შეგხვდეთ ისეთი პოზიციები, როდესაც ერთის მეორეში არის ცოტა აზელილი, ესე რომ ვთქვათ, უფლება მოვალეობები. კონტენტის ნაწილს ძირითადად აკეთებს კონტენტ მენეჯერი, კონტენტ კრეატორი ან სოციომედია მენეჯერი. რაც იგულისხმება იმაში, რომ ეს ადამიანები გეგმავენ კონტენტს, მის წარმოებას, ამ კონტენტის წარმოებას, განთავსებას და სხვა. community-ის შემთხვევაში, ანუ უშუალოდ კითხვა-პასუხებს, რაც შეეხება და კომენტარებზე პასუხს და მომხმარებლებთან კომუნიკაციას პირდაპირ, ასეთ შემთხვევაში ზოგიერთ ორგანიზაციებში არსებობს community manager-ები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები. დიდ ორგანიზაციებში ეს ფუნქცია აქვს შეთავსებული call center-ს, რომელიც როგორც შემოსულ ზარებს პასუხობენ, ანალოგიურად არიან მიმაგრებული messenger-ზე პირობითად და კომენტარებზე და ზოგიერთ კომპანიაში არის, რომ გაყიდვების მენეჯერს აქვს ეს ფუნქცია ჩაბარებული. ხოლო რეკლამას რაც შეეხება, რეკლამის შემთხვევაში advertiser-ი არის ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ რეკლამის ნაწილზე მუშაობს და რეკლამას უშვებს, თუმცა შეიძლება რომ რიგ შემთხვევებში ეს ფუნქცია ჰქონდეს ასევე სოციომედია მენეჯერსაც შეთავსებული და კონტენტთან ერთად, მაგალითად, რეკლამის ნაწილსაც ის აკეთებდეს. რეკლამაზე რომ გადავიდეთ, უფრო ესე რომ ვთქვათ, ოფიციალური განმარტებით, ეს არის ჩვენი კონტენტის გასავრცელებლად ფულის გადახდა. და დარეკლამებული პოსტები სავარაუდოდ ყველას გვხვდებათ, როდესაც შედიხართ რომელიმე სოციალურ ქსელში და იწყებთ იქ კონტენტის თვალიერებას, აუცილებლად შეგხვდებათ ისეთი პოსტები, რომლებსაც ქვეშ, ანუ დასახელების ქვეშ, გვერდის დასახელების ქვეშ აწერია sponsored, promoted. ანუ მსგავს რაღაც მითითება აქვს, ეს კანონმდებლობით აქვს არის მოთხოვნილი სოციალური ქსელების მიმართ არსებობს ეს მოთხოვნა, რომ აუცილებლად მითითებული კონდეთ ისეთი პოსტების ქვეშ, რომელიც დარეკლამებულია, რომ შესაბამისი წარწერა იყოს მინიშნებული და მაგალითებსაც გაჩვენებთ, ანუ პირობითად აი მეორე სკრინზე როგორ ჩანს, აი Goodwill-ის დასახელება ჩანს, თვითონ page-ის, ხო და კომენტარის მითითებული sponsored. შესაბამისად, თქვენ თუ რაღაცა პოსტი ხვდებათ თქვენს news feed-ზე, ისეთი პოსტი, რომელსაც ქვეშ აწერია sponsored, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს არის დარეკლამებული პოსტი და იმისათვის, რომ თქვენთან მოხდებილიყო ეს პოსტი, ამ კომპანიამ თანხა გადაიხადა. ანუ თავისი რეკლამა გაუშვა.
Instagram-ზეც და Facebook-ზეც ორივენაირად ქვეშ გვხვდება ესე სპონსორ წერტერა, რაც შეეხება LinkedIn-ს, LinkedIn-ის შემთხვევაში მაგალითად ქვეშ აწერია ხოლმე promoted და ამით მიგვანიშნება, რომ ეს არის რეკლამა, რომელშიც თანხა არის გადახდილი. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ სოციმედია არხები და სარეკლამო ნაწილზე გადავიდეთ მერე. ჩვენ 2025 წლის მონაცემებით ეს ძალიან ახალი მონაცემები არის თებერვლის მონაცემები. მთელ მსოფლიოს მასშტაბით, აი გლობალური იმით, მომხმარებლებით, Facebook არის პირველ ადგილზე 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს Facebook-ს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია ზოგადად Facebook-ი არსებობს და სოციალური ქსელისთვის, ანუ ფაქტობრივად Facebook და YouTube არიან ის ქსელები, რომლებიც ამდენი წელი არსებობენ ისე რომ სტაბილურად ინარჩუნებენ ამდენ მომხმარებელს, მაინც მათი რაოდენობა, მათი მომხმარებლების რაოდენობა მაინც იზრდება, არ იკლებს ყოველ შემთხვევაში. და ნუ Instagram-იც და WhatsApp-იც მეტა შემადგენლობაში და ცდილობს ესე დაწევას, მაგრამ Facebook-თან ჯერჯერობით საკმაოდ შორს არიან. 2 მილიარდი მომხმარებლები ყავთ. ამის შემდეგ მოდის უკვე TikTok-ი, რომელსაც 1.59 მილიარდი მომხმარებელი ყავს და წინა წლის მონაცემები მსგავსი ანალოგიური რომ გენახათ TikTok-ი იყო სადღაც მე-7 და მე-8 ადგილზე და ძალიან სწრაფად იზრდება მისი მომხმარებლების რაოდენობა და ამის შემდეგ მოდის უკვე WeChat-ი არის მაგალითად ჩინური პლატფორმა, ანუ ჩინეთში სოციალური ქსელები, დასავლური სოციალური ქსელები არც ერთი არ მუშაობს, შესაბამისად ჩინეთში თავიანთი საკუთარი სოციალური ქსელები აქვთ და საკმაოდ ბევრი მომხმარებლები ყავთ. აქ ასევე შეხვდებით სოციალურ პლატფორმებში ისეთ არხებს, რომლებიც გამოიყენება უმეტესად ჩათების დანიშნულებით, ანუ სტანდარტული გაგებით არ არის სოციალური მედიის ქსელი, მაგრამ გადის მაინც სოციალურ პლატფორმაში, იმიტომ რომ ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებას აძლევს ამ მომხმარებლებს. ესეთი არის WhatsApp-ი, ესეთი არის მაგალითად Messenger-ი, ესეთი არის Telegram-ი. ხოლო ჩვენ Telegram-მა მომხმარებლების რაოდენობით Messenger-ს გაასწრო, Messenger-ი გაცილებით წინ იყო წინა წლის მონაცემებით. აქ გვაქვს ასევე ისეთი არხები, როგორც არის მაგალითად Reddit-ი, როგორც არის Pinterest-ი, გვაქვს ასეთი Douyin-ი, რომელიც არის ჩინური TikTok-ი. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს ეს, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ჩვენ ვყვეთ მაგალითად სად გავუშვათ რეკლამა, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, იქ ჩვენი მომხმარებლები არიან თუ არა. მომხმარებლების აქტიურობა განაპირობებს იმას, თუ რამდენად დავხარჯავთ ჩვენ თანხას ამ სარეკლამო პლატფორმაში და რამდენად ეფექტური იქნება ეს. თავარი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები ზოგადად სოციალურ მედიას იყენებენ, არის ის, რომ თავიანთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან უნდათ კონტაქტის შენარჩუნება. ანუ მომხმარებლები მაინც სოციალურ ქსელებში შედიან იმისთვის, რომ დაათვალიერონ თავიანთი მეგობრების თორები, დაათვალიერონ რაღაცა ისე რა ქვია პოსტები, მიწერონ ერთმანეთს და მთავარი დანიშნულება სოციალური მედიის არის ისედაც სოციალური ინტერაქცია. ამის შემდეგ მოდის უკვე ის, რომ უნდათ თავისუფალი დროის გაყვანა, ძირითადად უაზრო სკროლას რასაც ეძახიან, უნდათ ასევე სიახლეების გაცნობა, წაკითხვა და კონტენტის მოძებნა და კონტენტის ნახვა. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან აინტერესებთ მომხმარებლებს რა არის ის ცხელი თემები, რომლებზედაც ლაპარაკობენ და თავიანთ იმაში რა ქვია, community-ში რა არის იმ მომენტში ყველაზე გავრცელებული და ცხელი თემა. ასევე რა თქმა უნდა, ეძებენ პროდუქტებს იმისთვის, რომ იყიდონ და სხვა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ვინც იმ ადამიანებისთვის, ვინც სოციალური მედიის მარკეტინგით მუშაობთ, რომ ვიცოდეთ მათი ქცევა, როგორ ეძებენ ამ პროდუქტებს და ასევე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ საკმაოდ ბევრი იყენებს სოციალურ მედიას იმისთვის, რომ რაღაც ინფლუენსერებს ადევნოს თვალი მაგალითად. სელებრიტებს ან ინფლუენსერებს. ჩვენ მიზანს რო დაუბრუნდეთ, რისთვისაც სოციალურ მედიის მარკეტინგს ძირითადად იყენებენ კომპანიები, არის მაგალითად ერთ-ერთი ის, რომ ანუ გამოკითხვებით და ოფიციალური სტატისტიკებით, ანუ ბრენდების აღმოჩენას მომხმარებლები აკეთებენ ერთ-ერთი არხი, რითაც აკეთებენ. მიჯდება და მინდა რომ შევაერთო და ჩაი დავდივ. Okay. ხო, ერთ-ერთი წყარო, რითიც მომხმარებლები ბრენდის აღმოჩენას აკეთებენ, არის სოციმედია რეკლამა, რომელიც სხვა შორის მეოთხე ადგილზე არის საძიებო სისტემების, სატელევიზიო რეკლამების და word of mouth-ის შემდეგ. ანუ word of mouth-ი, ანუ სიტყვიერი გავრცელება ჩვენი ბრენდის შესახებ, იგივენაირად არის, როგორც სოციმედია რეკლამა და რეკლამა ძალიან ეფექტური რჩება და უფრო ბიუჯეტურიც არის სატელევიზიო რეკლამებისგან განსხვავებით.
აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად იზრდება სოციალურ ადვერტაიზინგში ინვესტიცია. სხვა შორის ახლა 2025 წლის კვლევებსაც რომ გავეცანი, ძირითადად უკვე არსებულ მარკეტერებში ატარებენ ხოლმე ამ კვლევებს 2025 წლიდან მომდევნო წლის დაგეგმვა როგორი აქვთ, აპირებენ თუ არა მაგალითად ბიუჯეტის ზრდას, ან იგივე ექნებათ თუ არა, ამცირებენ თუ არა და უმეტესობა სოციალურ მარკეტერების ამბობს, რომ მათი ბიუჯეტი 2025 წელს გაიზარდა და მთლიანობაშიც ყოველთვის სტატისტიკაში აისახება ის, რომ დანახარჯი, ანუ ის ბიუჯეტი, რასაც კომპანიები ამ რეკლამაში ხარჯავენ, ყოველწლიურად ეს იმაში არის მილიარდებში არის ეს რიცხვები წარმოდგენილი და ყოველწლიურად იზრდება. აი 2021 წელს რო შეხედოთ, იყო დაახლოებით 12 მილიარდი, ანუ 11.97 მილიარდი და 2024-ში უკვე 165 იყო და შემდეგ ეხა 2025-ის ის არის მოსალოდნელი არის 184 და ნელა იზრდება და 262-ის მიაღწევს ამ პროგნოზით 2028 წელს. ეს spending-ის ზრდა, ანუ ამ დანახარჯების ზრდა ყოველთვის იწვევს იმას, რომ როდესაც კომპანია მეტ ბიუჯეტს დებს რეკლამაში, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე, ანუ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ბიუჯეტს ეფექტურად დაგეგმავს, განათავსებს და შედეგებს მოუტანს კომპანიას. საქართველოს ნაწილზე რო გადავიდეთ, საქართველოში რა ხდება? ძალიან აქტიურები ვართ სოციალურ მედიაში. 3 მილიონი მომხმარებელი არსებობს სოციალურ მედიაში. ეს არ ნიშნავს, რომ ხა 3 მილიონი ადამიანი არის რეგისტრირებული, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს 2 სოციალური ქსელი აქვს გაკეთებული, ზოგს 3 აქვს, საკმაოდ ბევრი ალბი აკაუნტები არსებობს ჩვენთან, აი ტროლობს და ბოტებს რასაც ეძახიან, ეგ რაოდენობა საკმაოდ ბევრი არის. ამიტომაც ვამბობთ, რომ სოციალურ იუზერების რაოდენობა, ანუ მომხმარებლების რაოდენობა არის 3 მილიონი და ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 79% არის წარმოდგენილი სოციალურ მედიაში. სოციალურ მედიაში ზოგადად მომხმარებლების რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არის 13 წლიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ ამც მინიმუმ 13 წლის უნდა იყოს ადამიანი, რომ რეგისტრაცია შეძლოს. თორე ალბათ რა ვიცი, ბავშვობიდან გაუკეთებდნენ ბავშვებს სოციალურ ქსელებს. რაც შეეხება გადანაწილებას, იმის მიხედვით, სქესის მიხედვით უმეტესად ჩვენთან არის რომ ქალების პროცენტული გადანაწილება არის 53% და კაცების 52.5% და 47.5% არის კაცების, თუმცა აი გლობალურ დონეზე მაგალითად ცოტა პირიქით არის ეს სტატისტიკა და ჩვენთან ეს არის რომ უფრო მეტი იუზერი არის ქალი. რომ შევადაროთ სოციმედია იუზერების რაოდენობას სრულწლოვანი მოსახლეობის რაოდენობას 104%-იან დაფარვას მივიღებთ, რაც 100%-ზე მეტი არის და წესით შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ როგორც თქვი, ერთ ადამიანს შეიძლება ბევრი პროფილი აქვს, ამიტომაც არის რომ ესე სოციმედია აკაუნტების რაოდენობა აღემატება რეალურ მოსახლეობას. Facebook-ი არის ყველაზე პოპულარული არხი საქართველოში, ყველაზე მეტი მომხმარებელი მას ყავს, ანუ 3 მილიონი არის Facebook-ის მომხმარებლების რაოდენობაც, იუზერების რაოდენობაც და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურ მედიას ვინც იყენებს, იგივე რაოდენობა ადამიანების იყენებს Facebook-ს. ძალიან იშვიათი არის ის ადამიანი, რომელიცაც Facebook-ი არ აქვს და რომელიმე სხვა სოციალური ქსელი აქვს. და სოციალურ Facebook-ის ეს რეგისტრაციების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდი არის, სხვათა შორის, რაღაცა მომენტებში არის ხოლმე მაგალითად რომ ალბი აკაუნტები იშლება, იმიტომ რომ Facebook-ის პოლიტიკით ზოგადად აკრძალული არის ის, რომ ერთ ადამიანს მაგალითად 2 პროფილი და 3 პროფილი ქონდეს და ალბი აკაუნტები არსებობდეს და პერიოდულად შლის ხოლმე Facebook-ით და შესაბამისად ეს რიცხვი მოკლედ ეს 3 მილიონი ხან დაბლა დაიწევს, ხან მაღლა იწევს, მოკლედ მეყევია. ხო, ზოგადად ვინც ინტერნეტს იყენებს საქართველოში, ანუ ინტერნეტის მომხმარებლების 96%-ს აქვს Facebook-ი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირადად არ მოგწონდეს დიდად ეს სოციალური ქსელი და მეც მაქვს ხოლმე, ხანდახან ძალიან არ მომწონს ხოლმე Facebook-ი, მაინც იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი ყავს, ყველაზე ეფექტურ არხად რჩება დღესდღეობით. ბევრი ბრენდი ვიცი, მაგალითად, რომელიც ამბობს, რომ მარტო Instagram-ი უნდა რომ მქონდეს, მაგრამ ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, უბრალოდ არა მიზანშეწონილი არის, რომ Facebook-ზე უარი ვთქვათ. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ როგორც მარკეტინგული არხი.
რაც შეეხება Instagram-ს, როგორც ხედავთ 1.7 მილიონი მომხმარებელი ყავს, ანუ თითქმის ორჯერ მეტი მომხმარებელი არის Facebook-ზე რეგისტრირებული ვიდრე Instagram-ზე. და ინტერნეტი მომხმარებლების 54% არის მხოლოდ და მხოლოდ Instagram-ი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელი არსებობს და 2014 წელს იყიდა Facebook-მა, ანუ მის შემადგენლობაში შევიდა მეტა შემადგენლობაში არის ახლა ორივე. მაინც მთლად ვერ დაეწია Facebook-ს მოხმარებით და მომხმარებლების რაოდენობით, თუმცა უფრო მეტად ახალგაზრდა აუდიტორია ჰყავს Instagram-ს ვიდრე Facebook-ს. რაც შეეხება TikTok-ს, რომელიც საქართველოში ალბათ პოპულარული გახდა დაახლოებით 2020 წელს პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით და მის შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება მის მომხმარებლების რაოდენობა და ეს პოპულარობა არ დაგდებულა. ამ ეტაპზე 2.31 მილიონი მომხმარებელი ყავს, ოღონდ მთლად სანდო არ არის ეს რიცხვი, იმიტომ რომ Facebook-ისგან და Instagram-ისგან განსხვავებით TikTok-ზე არ აქვეყნებს ზუსტ მონაცემებს და ცოტა რთული სათქმელია ეს რიცხვი რამდენად ზუსტი არის. მაგრამ ნუ მიახლოებული რაოდენობა ეს არის და მოსახლეობის, ანუ ინტერნეტის მომხმარებლების, ვისაც ინტერნეტზე წვდომა აქვს, 74% იყენებს TikTok-ს. TikTok-ი არის ის არხი, რომელსაც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს ბრენდების უმეტესობა. და ჯერ კიდევ ბევრი ადამიანის თვალში არის აღქმული როგორც გასართობი საღლიცინო სახუმარო არხი, სადაც ხალხი უბრალოდ ცეკვის ვიდეოებს დებს და მეტი არაფერი არ ხდება, მაგრამ რეალურად ანუ TikTok-ი ძალიან გაიზარდა ბოლო წლების მანძილზე, ძალიან დიდი მომხმარებლების ბაზა შეიძინა, ძალიან მრავალფეროვანი კონტენტი გვხვდება იქ და რეალურად ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედით ძალიან დიდი შეცდომა არის რომელიმე კომპანიამ არ გამოიყენოს TikTok-ი ეხლა იმდენად კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს სოციომედია მარკეტინგის კუთხით. რაც შეეხება LinkedIn-ს, LinkedIn-ი უფრო პროფესიული სოციალური ქსელი არის და მისი პროფილი არის რომ ერთმანეთთან დააკავშიროს სამსახურის მაძიებლები კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ აქტიური ვაკანსიები და ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე LinkedIn არის ესეთი პლატფორმა, სადაც როდესაც რეგისტრირდებით აუცილებლად ვაკეთებთ ჩვენს პროფესიულ პროფილს, ესე რომ ვთქვათ, ანუ უჩითებთ რა გამოცდილება გვაქვს, სად გვისწავლია, სად გვიმუშავია, რა უნარები გვაქვს, რა ენები ვიცით და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის არის საჭირო. და შეგვიძლია რომ შემდეგ მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი ვაკანსიები და იქვე LinkedIn-ზევე გავაგზავნოთ ამ ვაკანსიებზე ჩვენი რეზიუმეები. შესაბამისად, LinkedIn-ს იყენებს უფრო მეტად ის აქტიური ის მოსახლეობა, რომელიც ანუ სამუშაო ძალა არის, აქტიური სამუშაო ძალა არის და 770,000 არის ამ ეტაპზე მომხმარებლების რაოდენობა. სადღაც 304,000 იყო, სხვა შორის 2-3 წლის წინ საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება ამ ბოლო დროს LinkedIn-ის მოხმარებაც და ბევრი კომპანიაც იყენებს როგორც კონტენტის განსათავსებელ პლატფორმას, უფრო იმ კუთხით, რომ თავი წარმოაჩენ როგორც კარგი დამსაქმებელი, როგორც მიმზიდველი გარემო და ასე შემდეგ. თავი კითხვა, რატომ იყენებენ ბრენდები სოციომედია advertising-ს და ამ კითხვაზე შევეცდები რომ ეხა ვუპასუხო. ბევრი ფაქტორი არის. პირველი ფაქტორი ალბათ, რამაც თავის დროზე განაპირობა ის, რომ ძალიან პოპულარული გახდა სოციალური მედიის რეკლამა და ბევრმა დაიწყო მისი გამოყენება არის ის, რომ ტრადიციულ მედია არხებთან შედარებით, როგორც არის ტელევიზია, როგორც არის რადიო მაგალითად, ან აუთდორი, ან ბილბორდების განთავსება, ან ბეჭდური მედია, ამ არხებთან შედარებით დაბალი ფასია რეკლამა შედარებით ნაკლებ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული და ხელმისაწვდომობა გაცილებით უფრო მაღალი არის. ეს თავის მხრივ იმას განაპირობებს, რომ ძალიან მოქნილი არის ეს სოციომედია სარეკლამო პლატფორმები, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ტელევიზიაში რეკლამის განთავსება გინდოდეთ, ამისათვის წინასწარ დაგეგმვა, შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, პირობებზე მოლაპარაკება, მერე რგოლის გადაგზავნა და ასე შემდეგ ბევრი სხვა ეტაპები გაქვთ გასავლელი, რომელიც რა თქმა უნდა დროით და რაღაც ადმინისტრაციულ რესურსთან არის დაკავშირებული. ხოლო სოციალური მედიების შემთხვევაში არავისთან შეთანხმება არ გჭირდებათ, პირდაპირ რაღაც ნახევარ-საათში არის შესაძლებელი აკაუნტების შექმნაც, ბარათის მიბმაც ონლაინ ხდება და შემდეგ რეკლამის გაშვებაც და
გეძლევათ ასევე აბსოლუტური კონტროლი, რომ როდესაც რაღაცა ბიუჯეტს მიუთითებთ მაგალითად და რეკლამას გავუშვებთ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გააჩეროთ ეს, შეგიძლიათ ბიუჯეტი შეცვალოთ, შეგიძლიათ თქვენი რეკლამის პარამეტრები დააკორექტიროთ. ანუ რეალურად ესე არავის მიმართ ესე კონტრაქტუალური ვალდებულება არ გაქვთ, რომ რაღაცა პირობა შეასრულოთ ან რაღაცა მინიმალური ბიუჯეტი გქონდეთ დახარჯული იმისთვის, რომ გამოყენება გააგრძელოთ. ანუ მაქსიმალურ კონტროლის საშუალებას გვაძლევს სოციალური მედიის სარეკლამო პლატფორმები და ეს ძალიან მიმზიდველია, რა თქმა უნდა, ბრენდებისთვისაც. მესამე მიზეზი და მესამე უპირატესობა არის ის, რომ ის თუ ის გვინდა, რომ ჩვენი რეკლამა ვაჩვენოთ, ძალიან ზუსტად შეგვიძლია რომ განსაზღვროთ იმისათვის, რომ არ დავხარჯოთ თანხა ისეთ ადამიანებზე რეკლამის გაშვებაში, ვინც ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი შეიძლება არასდროს არ გახდეს და ერთს გახდება შეიძლება და საერთოდ არც იყოს მათზე გათვლილი ჩვენი პროდუქტი. ამიტომაც ეს სამიზნე აუდიტორია ძალიან ზუსტად შეგვიძლია რომ შევარჩიოთ და ზუსტად დავათარგეთოთ და მათზე გავუშვათ ჩვენი რეკლამაც. შემდეგი გვაქვს შედეგების ზუსტი გაზომვის შესაძლებლობა, რაც ასევე სხვა არხებთან შედარებით ძალიან დიდი ფუფუნება არის და ზუსტად შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი რეკლამა რამდენ ადამიანს მიწვდა, რამდენ ადამიანს ჰქონდა გამოხმაურება, როგორი იყო ინტერაქციების რაოდენობა და ზოგადად შედეგები ძალიან ზუსტად შეგვიძლია რომ გავზომოთ, მაგალითად იმ კუთხით თუ გვაქვს რაღაც e-commerce საიტი, საიდანაც მომხმარებლებს პირდაპირ პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ, შეგვიძლიათ რომ ზუსტად ვნახოთ რამდენი იყო გაყიდვების რაოდენობა, რა შემოსავალი მიიღო აქედან კომპანიამ და ძალიან მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგ ეს რამდენად ეფექტური და წარმატებული იყო ჩვენი რეკლამა. და არ უნდა გამოგჩეს ასევე გლობალურობაც. ბრენდების კუთხით ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს დაფუძნებული, თუ მათი პროდუქტი და სერვისი იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვა ქვეყნებშიც მომხმარებლები ჰყავდეთ და შეუძლიათ რომ გააკეთოთ თავიანთი პროდუქტის დისტრიბუცია ან სერვისის გაწევა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ არის, ანუ საქართველოდანვე შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ამისთვის არ გჭირდებათ არც დამატებითი რაღაცა პროცედურის გავლა, არც ვინმესთან შეთანხმება. რაც ასევე სხვა არხების შემთხვევაში ასე არ არის, ანუ მაგალითად ტელევიზიების შემთხვევაში თუ მაგაც სხვა ქვეყანაში გინდათ პირობითად სომხეთში მაგალითად რეკლამის გაჩვენა იქაურ სააგენტოებს უნდა დაუკავშირდეთ, იქაურ არხებთან უნდა ქონდეთ მოლაპარაკებები. სოციალური მედიების შემთხვევაში ეს ბარიერები ყველანაირად იხსნება და არანაირ დამატებით თავის ტკივილს და დროს და რესურსს არ უკავშირდება. პროფესიულადაც ანუ social media advertiser-ებს ასევე იმ კუთხითაც გვაძლევს ეს დიდ უპირატესობას, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩვენ შეგვიძლია დისტანცურად ვიმუშაოთ ნებისმიერი სხვა ქვეყნის კომპანიისთვის ან კომპანიის წარმომადგენლობისთვის და მოკლედ თუ დისტანციურად მუშაობა გვიყვარს და შეგვიძლია ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია ვიმყოფებოდეთ და სხვა ქვეყანაში მუშაობდეთ. თამთა გისმენთ, ხარ ჯობია რომ კითხვა ბოლოს დასვათ, როდესაც მოგრჩები. ელი გქონდათ აწეული. ოკეი, გავაგრძელებ მეგობრებო და კითხვები თუ შეიძლება რომ ბოლოს დამისვათ ჩაინიშნეთ მანამდე. სოციალ ადვერტაიზერი, advertising-ზე ვლაპარაკობთ დღეს და ეხლა უშუალოდ რას აკეთებს სოციალ ადვერტაიზერი, აი ეგ ფუნქციებით რომ გავიაროთ. სარეკლამო სტრატეგიას გეგმავს პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ გვჭირდება ჩვენი საქმიანობის განხორციელებისთვის და ეფექტურობისთვის ის რომ წინასწარ განსაზღვროთ, სად რა ბიუჯეტს დავხარჯავთ და რა შედეგებს მივიღებთ და ასევე რა თქმა უნდა დამკვეთებით და კლიენტებიც ითხოვენ ხოლმე რომ წინასწარ იცოდნენ რაღაც კონკრეტული თანხის დახარჯვა რა შედეგს მოუტანთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩვენი არის ის, რომ ბიუჯეტირება გავაკეთოთ და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება გავაკეთოთ. ანუ ძალიან ბევრი თვლა გვიწევს, კალკულაცია გვიწევს, მათემატიკა ყველაფერი გვჭირდება იმისათვის, რომ ელემენტარულ დონეზე რა თქმა უნდა, რაღაც გაყოფა, გამრავლება მსგავს დონეზე, რომ ეს ყველაფერი სწორად დავთვალოთ და რაც თავად არის აუცილებელია, რომ ყურადღებიათ ვიყოთ ამ ბიუჯეტირების ნაწილში. რომ არ მოგვიდეს გადახარჯვა და სხვისი ფული არ დავხარჯოთ ზედმეტი. რეკლამის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, სხვა ტიპის სამიზნე აუდიტორიები არსებობს ზოგადად სარეკლამო პლატფორმების მიხედვით განსხვავდება მათი ხელმისაწვდომობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავტესტოთ ეს აუდიტორიები, მივაგნოთ იმ აუდიტორიას, რომელიც ჩვენი პროდუქციის და სერვისის მომხმარებელი არის და ეფექტური არის მათთვის ჩვენი შეთავაზებები.
სარეკლამო კამპანიების შექმნა არის ყოველდღიურობა, სარეკლამო კამპანიების ატყობა, ასევე რეკლამის მიმდინარეობის მონიტორინგი, სარეკლამო კამპანიების დაოპტიმიზირება. ეს ყველაფერი არის მოკლედ ყოველდღიური მოცემულობა, რასაც advertiser-ი აკეთებს. და რა თქმა უნდა დამნიშნულოვანი არის ასევე შედეგების ანალიზი, ის შედეგები, რაც რეკლამის შემდეგ დაგვიგროვდა, რომ გავაანალიზოთ. ჩვენს გეგმასთან რამდენად შესაბამისი იყო, თუ არ იყო შესაბამისი, რა გამოიწვია ეს, რითი შეიძლება შედეგების გაუმჯობესება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე კონტენტ მენეჯერის ჩართულობაც, ანუ იმ ადამიანის ჩართულობა, რომელიც მუშაობს კონტენტზე. რეკლამის მხარეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დაგეგმვას, სწორ სამიზნე აუდიტორიაზე გაშვებას, მაგრამ ასევე ძალიან დიდი როლი უჭირავს კონტენტს. კონტენტი არის ის, რაც პირველ რიგში განაპირობებს რეკლამის წარმატებას. ამიტომაც არის, რომ შედეგების გაანალიზება და შედეგების ანალიტიკა უნდა მოხდეს იმ ადამიანთან ერთად, რომელიც კონტენტს ქმნის და კონტენტის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი, რომ მან შესაბამისად ჩვენი მიგნებები გაითვალისწინოს თავის გეგმაშიც. რომელ პლატფორმებს იყენებს? Meta Ads Manager ეს არის რეკლამო პლატფორმა იმისთვის, რომ Facebook-სა და Instagram-ზე გავუშვათ მართოთ რეკლამები ჩვენი Facebook-ის და Instagram-ის გვერდებისთვის. რა თქმა უნდა, ამ პლატფორმების გამოყენება არის, ანუ შექმნა, ესე რომ ვთქვათ, არის უფასო, მაგრამ უშუალოდ რეკლამის თანხას ვიხდით შემდეგ. Meta-ს Ads Reporting ეს არის ასევე Meta-ს ხელსაწყო, რომელიც რეპორტინგისთვის და შედეგების ჩვენთვის კომფორტულად სანახავად შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე რეპორტების ასაწყობადაც და სხვებისთვის გასაზიარებლადაც გამოიყენება. Meta-ს Events Manager-ები ეს არის პლატფორმა პიქსელის სამართავად, რომელიც შეიძლება თქვენთვის ახლა ცოტა უცნობი ტერმინი იყოს, მაგრამ კურსის განმავლობაში რა თქმა უნდა გავივლით რა არის ეს მეტაპიქსელი და რა რისთვის გვჭირდება. და LinkedIn-ის Campaign Manager-ი, რაც არის სარეკლამო პლატფორმა LinkedIn-ის რეკლამის სამართავად. ზოგადად ყველა სოციალურ ქსელს აქვს თავისი სარეკლამო პლატფორმები. მაგალითად, TikTok-საც აქვს Ad Manager-ი, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში შეზღუდული ფუნქციონალით არის, თუმცა თუ ჩვენი კურსის განმავლობაში ჩაირთვება სრულად, რა თქმა უნდა, მაგასაც ჩავამატებთ კურსში და ვისწავლით. LinkedIn-ის Campaign Manager-ი უკვე ახსენე და ასევე Reddit-საც თავისი აქვს, მაგალითად, Pinterest-საც თავისი აქვს. ყველას ესე ცალ-ცალკე თავთავიანთი სარეკლამო პლატფორმები აქვს, რომელიც ყველა არის დაფუძნებული პროცესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანი, ვინც ამ რეკლამას უშვებს, თვითონვე ემსახურება თავის თავს, ანუ თვითონვე აკონტროლებს ყველაფერს. ანუ advertiser-ები თვითონვე აკონტროლებენ ამ სარეკლამო პლატფორმის გამოყენებისას ყველაფერს, წესების დაცვით. მე გამოცდილებლად უნდა დავიცვათ. ყველაზე კომპლექსური პლატფორმა ამ იმებიდან, სოციალური ქსელებიდან აქვს Meta-ს, ანუ Meta-ს Ads Manager არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსურიც, ყველაზე რთულიც მათ შორის და სხვა სოციომედია ქსელების პლატფორმებს ბევრი რაღაც აქვს Meta-ს Ads Manager-იდან აღებული, სხვათა შორის და თუ რაღაც მაგალითად ეს კარგად იცით, დანარჩენი პლატფორმების გამოყენებაც არ გაგიჭირდებათ. რა უნარები აქვს სოციომედია advertisers? პირველი რაც აუცილებლად ჭირდება სოციომედია advertisers რომ იცოდეს არის სოციომედია არხების სპეციფიკა. სპეციფიკაში გულისხმობა ის რომ ყველა არხს აქვს თავისი რაღაც უნიკალური კონცეფცია, ესე რომ ვთქვათ, რის გამოც მომხმარებლები მას იყენებენ. მაგალითად, TikTok-ს თავისი სპეციფიკა აქვს, Instagram-ს თავისი სპეციფიკა აქვს, Instagram-ი თავიდან ბოლომდე ფოტო, ვიდეო მასალაზე არის დაყრდნობილი, ვიზუალური პლატფორმა არის. Facebook-ი ცოტა სხვა ტიპი არის, იქ უფრო სხვა ტიპის კონტენტი გვხვდება და აქედან გამომდინარე ეს სპეციფიკის ცოდნა აუცილებლად ჭირდება advertiser-საც რომ იცოდეს და შესაბამისად მასზე დაყრდნობით დაგეგმოს თავისი რეკლამები. ბიუჯეტირების უნარი აუცილებლად და როგორც თქვი თვლის და კალკულაციის უნარი, ანალიტიკა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა და დაგროვებული ინფორმაციიდან რაღაც აზრის გამოტანა, ესე რომ ვთქვათ და დამკვეთისთვის გასაგებენაზე თარგმნა, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც აუცილებლად გვჭირდება, იმიტომ რომ რეკლამის შედეგებს რასაც ვუყურებთ, არის ძალიან ბევრი რიცხვების წყება, ესე რომ ვთქვათ და შეიძლება რომ რაღაც მომენტში დიდი მოცულობით ინფორმაციის გაანალიზებაც იყოს საჭირო. ანუ რეპორტინგები ძირითადად ერთ თვის ჭრილში ხდება, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაცა წლის შემაჯამებელიც და ბევრი მსგავსი
task-ის შესრულება შეიძლება დაჭირდეს advertiser-ს. და ამიტომ მათ გვჭირდება რომ კარგად შეგვეძლოს ამ რიცხვების გროვიდან რაღაცა აზრის გამოტანა, ანალიზის გაკეთება, შესაბამისი შემდეგ დასკვნების დადება და რეკომენდაციების გაცემაც. სტრატეგიული დაგეგმა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რეკლამის სტრატეგიის გაკეთება შეგვეძლოს და ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავდეთ ჩვენი ბრენდის და ჩვენი კომპანიის ვისთვისაც მუშაობთ მის სარეკლამო აქტივობებს და კომუნიკაციის უნარიც დაგჭირდებათ ასევე იქიდან გამომდინარე რომ ანუ სოციომედია რეკლამა არის რეალურად ისეთი რაღაც რომელიც საკმაოდ რთულია ყველას გონია რომ მარტივი არის და დაბუსტვას რა უნდა მაგრამ სინამდვილეში ეგრე არ არის და ანუ ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით რომ ძალიან ხშირად კლიენტებთანაც და დამკვეთებთანაც შეხვედრების უმეტესობა გადის რაღაცის ახსნაში მათ განათლებაში მათ კომუნიკაციაში და ამიტომ ეს კომუნიკაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია სად შეიძლება დასაქმდეს სოციომედია ადვერტაიზერი საქართველოზე მაქვს საუბარი ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სადაც არის ხოლმე მოთხოვნა სოციომედია ადვერტაიზერზე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტებში აქ იგულისხმება უფრო დიდი მასშტაბის კომპანიები რომლებსაც დიდი მარკეტინგის გუნდები ყავთ და შესაბამისად ანუ ფუნქციებიც ესე დაყოფილად არის რომ კონკრეტული კადრები მუშაობენ რაღაც მიმართულებებზე ციფრულ სააგენტოში ასევე რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს საქართველოში და მათაც ესე ძალიან სპეციალიზირებული კადრები ყავთ ხოლმე როგორც წესი და შესაბამისად სოციომედია ადვერტაიზერებზეც არის ხოლმე მოთხოვნა და რა თქმა უნდა ასევე ფრილანსერადაც შეუძლია რომ იმუშაოს სოციომედია ადვერტაიზერმა ბევრი ონლაინ პლატფორმა არსებობს ფრილანსერად დასაქმებისთვის გარდა იმისა რომ შეგიძლიათ ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლოთ და ადგილობრივ ბიზნესებთან ფრილანსერად ასევე შეგიძლიათ რომ უცხოურ და საერთაშორისო კომპანიებს გაუწიოთ მომსახურება და ესეთი საიტებიც არის ბევრი როგორც არის Upwork-ი, freelancer.com-ი და ასე შემდეგ სადაც შეგიძლიათ რომ თქვენც დარეგისტრირდეთ შემდეგ და იქ განთავსებულ პროექტებს უპასუხოთ ხოლმე და გაუწიოთ მომსახურება შესაბამის კომპანიებს კურსის ნაწილზე რომ გადავიდეთ ახლა კურსზე გეტყვით მცირე ინფორმაციას ეს კურსი არის ისეთი ადამიანებისთვის განკუთვნილი, რომლებსაც რაღაც შეხება უკვე აქვთ სოციალურ მედიასთან და რეკლამის მიმართულებით სურს ცოდნის გაღრმავება. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვი, რეკლამის ეფექტურობაში საკმაოდ დიდი როლი უჭირავს კონტენტს. მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც კონტენტის ფორმატები და ეს თუნდაც სოციალური მედიის არხების სპეციფიკა უკვე იცოდეს ამ კურსის სტუდენტმა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ რეკლამას შეეხება ეს კურსი და მთლიან სოციალური მედიის მარკეტინგს არ მოიცავს და ამ კურსის მიზანი არის რეალურად რომ მოამზადოთ ესეთი ადვერტაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას, გაანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს. და სილაბუსსაც გაგაცნობთ ეხლავე. კურსი არის 8 შეხვედრა და კვირაში 2 შეხვედრა არის დაგეგმილი და შესაბამისად 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს ეს კურსი. თითო შეხვედრა არის 2 საათიანი და ყოველ კვირას იქნება 4 შაბათს და შაბათ დღეებში. როგორც გითხარით, 8 ლექციისგან შედგება. პირველ ლექცია შეეხება ზოგად მიმოხილვას, რა არის ზოგადად სოციალურ მედიაში რეკლამა, რა ტენდენციები არსებობს გლობალურ დონეზე, რა ტენდენციები არსებობს საქართველოში და რომელი არხები არის ეფექტური საქართველოში რეკლამისთვის, ადვერტაიზერის პროფესია რას მოიცავს და რა არის მისი ფუნქცია მოვალეობები და აქვე ამ ლექციაზევე უკვე მეტას რეკლამის მართვის ხელსაწყოების შესწავლაზე გადავდივართ, რაც არის ბიზნეს მენეჯერი, business suite და ads manager-ი, ასევე ძირითადი პარამეტრების, გაზომვის ძირითად პარამეტრებსაც პირველ ლექციაზე გავივლით, რომელი რას ნიშნავს, რისთვის გამოიყენება, როგორ უნდა შევქმნათ სარეკლამო ანგარიშები და როგორ ხდება ამ რეკლამის თანხის გადახდა. და ამ მხრივ რა ლიმიტები არსებობს და როგორ ხდება თანხების ჩამოჭრა და ცოტა ბუღალტრულ ნაწილსაც შევეხებით აქ. ლექციების ზოგიერთ ლექციას აქვს შესაბამისი დავალებაც, ზოგიერთ ლექციაზე არის ასევე კვიზებიც გათვალისწინებული, შესაბამისად საკმაოდ დაწვრთული კურსი არის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილითაც.
მეორე ლექცია შეეხება რეკლამა, მეტას რეკლამის ალგორითმს, ანუ ზოგადად როგორ მუშაობს ეს რეკლამა, რა არის დასაშვები და რა არის აკრძალული, რის დარეკლამება შეგვიძლია ესე რომ დავუძახოთ და არ დავიბლოკოთ მეტაში, რით განსხვავდება პოსტის დაბუსტვა, ეგრეთ წოდებული და ასევე Ads Manager-ი. და უკვე Ads Manager-ის სტრუქტურას და ინტერფეისად შევისწავლით, რა დონეებისგან შედგება, რა მიზნები არის ხელმისაწვდომი, ბიუჯეტირების ნაწილი როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ, რა ისა გვაქვს ფუნქციები გვაქვს ამისთვის და რა ტიპის ბიუჯეტები არის ხელმისაწვდომი Ads Manager-ში. მესამე ლექცია დაეთმობა სამიზნე აუდიტორიის ნაწილს, ზოგადად როგორ ხდება მარკეტინგში სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მომხმარებლის პერსონების შექმნა, სოციალ მარკეტინგში მაგას გავავლით და შემდეგ უკვე რეკლამის ნაწილში რა ტიპის აუდიტორიები გვაქვს, როგორი რა არის custom აუდიტორია, მაგალითად lookalike აუდიტორია და ასე შემდეგ. გავავლით აქვე placement-ებს, ანუ სად შეგვიძლია ჩვენი რეკლამა რომ გამოვაჩინოთ და რა რეკლამის ფორმატები არის ხელმისაწვდომი მეტაში, მაგას ვნახავთ. აქვე განვიხილავთ რა არის დინამიური კრეატივები და როგორ მიმდინარეობს რეკლამის განხილვის პროცესი, ანუ რა ხდება მას შემდეგ, როდესაც რეკლამას თავიდან ბოლომდე ავატყობთ და გავუშვებთ. აქვე ვისწავლით როგორ უნდა მოვიქცეთ თუ Facebook-მა რეკლამა დაგვიბლოკა და ამ ყველაფერს რეალურ დროში მიმოვიხილავთ. მეოთხე ლექცია არის ორიენტირებული ცნობადობაზე და მესიჯებზე ორიენტირებული გამიზნულ რეკლამებზე, სადაც ვნახავთ ცნობადობის მისაღწევი რეკლამის ტიპები, რომლები არის ხელმისაწვდომი, მესიჯებზე და ლიდების გენერაციაზე ორიენტირებული რეკლამა, რას მოიცავს და რას გულისხმობს ზოგადად, როგორ უნდა შევქმნათ ლიდ ფორმები, როგორ გამოვიყენოთ ლიდ ცენტრი და რა არის საუკეთესო პრაქტიკები, რაც უნდა გამოვიყენოთ ამ ტიპის რეკლამისთვის. მეხუთე ლექცია ეთმობა Metas Pixels, რომელიც როგორც გითხრათ შეიძლება უცნობი ტერმინი იყოს თქვენთვის, მაგრამ Metas ერთ-ერთი ხელსაწყო არის. როგორ ხდება მისი შექმნა, მისი იმპლემენტაცია, WebGuard-ის panels გავავლით და ასევე Pixel-ის მართვის ხელსაწყოებს, როგორც არის Events Manager-ი, სტანდარტული ივენთები. გავვლით როგორ შევქმნათ WebGuard-ის ბაზაზე custom აუდიტორიები და რა არის გაყიდვებზე ორიენტირებული რეკლამისთვის გავრცელებული პრაქტიკები. ისეთი პრაქტიკები, რომლებსაც მოაქვთ რა თქმა უნდა საუკეთესო შედეგები. როგორ უნდა შევქმნათ აქვე ვნახავთ პროდუქტის კატალოგებს, როგორ გამოვიყენოთ რეკლამაში და გავვლით ასევე მობილური აპლიკაციების რეკლამებსაც მაგისთვის რაც გვჭირდება შესაბამის ინფორმაციას. მეექვსე ლექცია ეთმობა სარეკლამო სტრატეგიას და შემადგენელ კომპონენტებს. რა არის ეს სტრატეგიის დოკუმენტი და რისგან შედგება? აქ ვნახავთ Metas Ad Library-ის რეკლამის ბიბლიოთეკას, ესეთ ხელსაწყოს. გავავლით რეკლამის მიზნების და შესაბამის ინდიკატორების ჩამოყალიბებას, KPI-ის განსაზღვრას და პროგნოზის გაკეთებას. ვისწავლით ასევე მედია გეგმის შედგენას, რას მოიცავს ზოგადად მედია გეგმა, როგორ კეთდება და ასევე A/B ტესტირებას და მის მნიშვნელობას. მეშვიდე ლექცია უკვე ეთმობა რეპორტინგის ნაწილს, სადაც ხელსაწყოით რეპორტინგს ვისწავლით და ასევე როგორ უნდა შევაფასოთ რეკლამის ეფექტურობა, მაგას გავავლით, როგორ უნდა დავაოპტიმიზოთ ჩვენი რეკლამები მისთვის, რომ უფრო გავაუმჯობესოთ შედეგები. გავვლით ასევე ატრიბუციის პარამეტრებს და ამავე ლექციაზე LinkedIn-ის campaign manager-საც მიმოვიხილავთ და მცირე დოზით ძალიან ზედაპირულად შევეხებით რეკლამის სხვა ტიპებსაც, როგორც არის საძიებო სისტემების რეკლამა, დისპლეი რეკლამა, ეს არ არის სოციალური მედიის რეკლამები, ეს არის ციფრული რეკლამების ტიპები და უბრალოდ ინფორმაციის დონეზე მიმოვიხილავთ. მერვე ლექცია არის უკვე სარეკლამო სტრატეგიების პრეზენტაცია, რაც არის, ესე ვთქვათ, საბოლოო პროექტი, რომელსაც ყველაზე მეტი წონა აქვს ამ კურსზე და რითიც ფაქტობრივად ფასდება თქვენი ცოდნა ამ კურსის გავლის პერიოდში, რაც მიიღეთ. ეს არის კურსის შინაარსი, მოკლედ 4 კვირის განმავლობაში, ანუ 1 თვე გრძელდება ეს კურსი და როგორც ვთქვი, საკმაოდ დატვირთული არის, იმიტომ რომ კვიზებიც არის, დავალებებიც არის და როგორც ვთქვი, საბოლოო პროექტიც არის მოსამზადებელი. კითხვები შეგიძლიათ მეგობრებო უკვე დასვათ, იმიტომ რომ ამით ფაქტობრივად მოვრჩით. მადლობა ძალიან დიდი ნათია და მეგობრებო გაგვიზარდეთ თავეჭილებაც როგორ მოგეწონათ შეხვედრა და კითხვებიც დაგვიშვით.
ანა, გისმენთ ანა. შეიძლება უკვე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ნაცია. გეტყობა რომ ნამდვილად პროფესიონალი ხარ შენი საქმის. ჩემ კითხვას რაც შეეხება, მე უკვე მუშაობ ამ პროფესიით და კიდევ უფრო მინდა რომ გავიღრმავო advertising-ის აი ისინი რა ქვია, awareness დროს ქვია მაგას და მოკლედ ჩემი სამუშაო რაც ეხება ამიტომზე მუშაობ ლამინატის საწარმოში და კონკრეტული target group-ს ყავს აუდიტორია, რომელიც საქართველოს გარეთ არის სამეზობლო ქვეყნებში და მე თვითონ მითხრეს რაღაც შენ რამდენს გვეტყვი, ნუ ჯერ მინიმალური ბიუჯეტი მაქვს და მინდა ანუ ესეთი კითხვა, რომ ეს ბიუჯეტი რაც მაქვს ძალიან მინიმალური როგორ გავზარდო ან რის მიხედვით უნდა ვუთხრა თვითონ ჩემს კლიენტსაც, რომ ეს ბიუჯეტი ამდენი უნდა იყოს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვთხოვო ამის გაზრდა, კი ეხლა მეც პირველი ჩვენაც დავიწყე და ხედავ შედეგებს და ალბათ შედეგების მიხედვითაც, მაგრამ შენი ისეთი რჩევა როგორ იქნება და კიდე მინდა რომ სხვა პროექტებიც მქონდეს და ანუ ეს ბიუჯეტირების ამბავზე მოკლედ თუ შეგიძლია თუ არ გადავწდებით თემას რომ არა, გასაგები არის კითხვა კი. ბიუჯეტირების ნაწილი ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ის არის რთული ნაწილი ჩვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა საწყისი წერტილი უნდა გქონდეს, საიდანაც ამოვალთ და ვეტყვით, რომ აი ეს ბიუჯეტი ჭირდებათ ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ძირითადად ეს არის ხოლმე, რომ თვითონ ჩვენ დამკვეთს ვთქვათ, რომ ანუ შედეგში გითხრას, აი რამდენი შედეგი ჭირდება. პირობითად რო ავიღოთ მესიჯების რაოდენობა მაგალითად, ხო? ანუ არ ვიცი, უთხრათ, რომ არ ვიცი, აი თვის განმავლობაში რამდენი მესიჯი გინდა რომ მიიღო, ანუ რამდენი მესიჯის გამკლავების უნარი გაქვს და რესურსულად შეგიძლია რომ უპასუხო, ხო? ანუ რაღაცა კონკრეტული რიცხვს თუ გვეუბნებიან, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია მერე დავთვალოთ ამ რაოდენობის მესიჯების მისაღებად რა ბიუჯეტი დაგვჭირდება. ეს არის უკვე ისეთი ბიუჯეტი, რომელიც არც ჰაერიდან არ არის მოტანილი, არამედ რაღაც კონკრეტულ რიცხვებზე დაყრდნობით არის მათემატიკურად გამოთვლილი და ანუ ფაქტობრივად ძალიან ეს ისეთ ლოგიკაზე დგას, რომელსაც უარს ვეღარავინ გვეუბნება რა. მეორე ვარიანტი არის ხოლმე ესეთი, როდესაც ამ ბიუჯეტირების ნაწილზე მიდგება საქმე, რომ მოკლედ ერთი იყო რომ გითხრან რა რაოდენობის შედეგის მიღება უნდათ და შესაბამისად ჩვენ დავთვლით რა ბიუჯეტი გჭირდებათ, ან მეორე არის რომ გითხრან რა ბიუჯეტს გაწუდებიან, რამდენის დახარჯვა შევძლიათ მაქსიმალურად და შემდეგ ჩვენ ვეთქვით ამ ბიუჯეტის ფარგლებში რამდენი შედეგის მიღება იქნება შესაძლებელი. მადლობა. ოკეი, კიდე ხო არა გაქვთ მეგობრებო კითხვა? მარიამ, გისმენთ. ვისაც უპასუხეთ, ხელი დაწიათ. გამარჯობა, დიდი მადლობა ლექციისთვის, ძალიან საინტერესო იყო. მე ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან, თუ შეიძლება რეკლამა ერთდროულად გაუშვათ სხვა ქვეყანაშიც, ანუ საქართველოშიც და მაგალითად ევროპის რომელიმე ქვეყანაში. საათობრივი სხვაობა დაახლოებით 2 საათი გვაქვს და ამიტომ დავინტერესდი. კი, თავისუფლად შეგიძლიათ რომ თემ სოფლიოში გავუშვათ ერთდროულად. მთავარი არის რომ ყველა ქვეყანაში ცოტა განსხვავებული კანონმდებლობა არის, განსაკუთრებულად ევროკავშირის ქვეყნებში არის ცოტა ესეთი კაცრი შეზღუდვები რეკლამასთან დაკავშირებით და მთავარი არის რომ მაგ წესებს ვიცავდეთ და არ არღვევდეს ჩვენი რეკლამა, თორემ სხვა მხრივ არც დროის განსხვავება და არც სხვა რაიმე განსხვავება არანაირ შეზღუდვას არ გვექნის. გასაგებია, დიდი მადლობა. Tiko, გისმენთ? შეიძლება ჩავრთე მიკროფონი რატომღაც. მადლობა საინტერესო ლექციისთვის და ბიუჯეტირების თემას მიუბრუნდები. მეც აი ეს თანხა კონკრეტულად როგორ ითვლება, ანუ ჩვენ შედეგებიდან გამომდინარე თვლით თუ ანუ რიცხვი როგორ გამოყავს. მიხდით რაზე ვსაუბრობთ. ანუ თქვენ ხო თქვით, რომ დამკვეთს ეუბნებით რამდენი მესიჯი გნებავთ და ამის მიხედვით ეუბნებით ბიუჯეტს, ბიუჯეტს. ან ბიუჯეტ, ნუ გამოყავს რაღაცა ციფრი. აი, როგორ გამოყავს?
ეს ციფრი. კი, მესმის რასაც კითხულობთ, რა თქმა უნდა, ეგ თითო მესიჯის ღირებულებიდან უნდა გამოვიყვანოთ პირობითად თუ მესიჯებზე გვაქვს საუბარი. მაგ შემთხვევაში, ანუ ეგ როგორ დავთვალოთ, ბევრი სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუ უკვე გააქვთ თქვენ გამოცდილება და მუშაობთ უკვე ამ ბრენდზე და არსებულ ბრენდზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, თქვენი გამოცდილება ყველაზე რელევანტური იქნება მაგ შემთხვევაში და შეგიძლიათ რომ ამ ჩახედოთ რა გიჯდებოდათ აქამდე და საშუალო ფასი აიღოთ და მაგიდან გამომდინარე დათვალოთ და თუ არასოდეს არ გაგიშვიათ არის რაღაცა კურსის სტუდენტებისთვის ვამზადებ ხოლმე ამ კურსის ფარგლებში მე პატარა გაიდლაინს, სადაც კონკრეტული შედეგები რაჯდება საქართველოს ფარგლებში, მაგის თანხები წერია ხოლმე, ეხლა ზეპირად ვერ გეტყვით, მაგრამ ანუ საშუალოდ მაგალითად თითო მესიჯი რა შეიძლება რომ დაჯდეს, თითო ლიდი რა შეიძლება რომ დაჯდეს, რაღაც თითო ის რა ქვია engagement-ი რა შეიძლება იყოს და მსგავსი ყველაფერი ესე ერთ ფაილად არის ხოლმე შეკრული. მადლობა დიდი, აი ახლა მაგალითად ქონდა გაშვებული და 5 დღეში დაიხარჯა $25, $22 ბოდიში და 60 მესიჯი შემოვიდა. ეს რა ვიცი, ნორმალურია, როგორ ფიქრობთ? ერთი წამით დაახლოებით უცებ დავთვლით თითო რა დაჯდა. უკაცრავად, ეგ cost per result-ზე არის, ხო? შედეგი გაყოფილი ბიუჯეტზე. კი ბატონო. კი, თიკო, ესე თქვენი თითო მესიჯი არის, სათხოთ 36 ცენტი მესიჯისთვის ძალიან კარგი ფასი არის, სხვა შორის. სფეროსაც გააჩნია, რა თქმა უნდა, ეხლა ზოგ სფეროში უბრალოდ შეუძლებელია ამ ფასის მიღწევა, მაგრამ ძალიან ნორმალური ფასია. მადლობა. ბოდიში ერთი კითხვა მაქვს. აი იმაზე მაინტერესებდა რა ჩვენ პორტფოლიოზე. აი ახლა სახსენეთ cost per result-ი რა, ანუ პორტფოლიო advertiser-ებისთვის არის ძალიან რთული გასაკეთებელი, იმიტომ რომ მე რო რაღაცა cost per result-ები ჩავწერო ნახე 0.005 ცენტი მიჯდება და რა მაგარია რა. ეხო სისულელია რომ ვიღაც დამკვეცვა ჩვენო რომ მე 0.005 ცენტი მიჯდება მესჯდეს, მაგარია ეს ხო რაღაცა ყველა ინდუსტრიიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად ახლა შენებლობას და დეველოპერულ კომპანიებსაც უმუშავია იქ 0.005 ცენტს მესჯს ვერანაირად ვერ წამოიღებს გამორიცხული. ანუ აი როგორ რას მიჩვენთ რომ პორტფოლიოსთვის გამოვიყენო მარტო advertising-ის ხო CV-ს გარდა რა. კი, გეტყვით ახლა მე გამიკეთებ ეგეთ პორტფოლიოებიც. მაგისთვის არის სხვადასხვა რეიტები, რომლებსაც ვიყენებთ იმისათვის რომ მაგალითად ჩავსვათ, არა უშუალოდ cost per result-ები, არამედ კონკრეტული რეიტი. მაგალითად, შეიძლება იყოს იგივე სამშენებლოებზე თუ მივასაქმე და მესიჯებზე და ლიდებზე მივასაქმე, ხარისხანი ლიდების პროცენტი, ანუ ჩვენი გაშვებული რეკლამიდან რაც მივიღეთ ლიდები და რაც მივიღეთ კონკრეტული შედეგები, მათგან ხარისხანი რამდენი იყო და რამდენი არ იყო ისე თვითონ უბრალოდ ხელი დაეჭირა რაღაცაზე, ხო? მაგას ვეძახით qualified lead rate მაგალითად. შეიძლება გქონდეს ასევე მითითებული უშუალოდ ამ ლიდებიდან მერე რამდენი იყო რეალურ მომხმარებლად conversion rate-იც. Conversion rate არის რეიტი, რომელსაც ასევე ძალიან აქტიურად უცითებთ და ვიყენებთ ხოლმე e-commerce ტიპის კამპანიების შემთხვევაში, სადაც მთავარი მოცემულობა არის ხოლმე, რომ მომხმარებელი გადმოყვანს საიტზე და იქ იყიდონ პროდუქტები, ხო? Conversion rate-ის გარდა, მაგალითად e-commerce-ის რეკლამაში ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ მაგალითად რამდენ პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ზოგადად მაგალითად საიტის revenue-ში, ანუ საიტიდან გაყიდვების მოცულობაში. ანუ რეიტებს ვიყენებთ ძირითადად, ეს შეიძლება იყოს პროცენტული ზრდა რაღაცის, ან შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული ესე რა ქვია შედეგის რეიტი. თორე ანუ ესე პირდაპირ cost-ებიც რო დავწეროთ, ანუ არ თქვად ეთიკურიც არ არის, რომ ეხლა ვიღაცა სხვა კომპანიის cost-ები ვაჩვენოთ სხვა კომპანიას, ხო? ანუ რეიტებით, გაცილებით მიზანშეწონილიც არის, ეთიკურიც არის და უფრო კარგიც არის პირიქით ჩვენი კომპეტენტურობის საჩვენებლად. გასაგებია, მადლობა. ვიღაცას ქონდა ხელი აწეული და ისე სწრაფად შეეცია რომ ვერ მოვასწარი დანა ხო? კინოს ქონდა. ხო, გისმენთ. კრისტინა, მიკროფონი გაქვთ გათიშული და არის თქვენი ხმა. ვიდრე კრისტი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოდ განავრცელეთ ყველაფერი, დეტალებში ჩავინიშნე.
და მაინტერესა, ანუ მარტივად რომ თქვა, ციფრული advertising არის დამაკავშირებელი გზა ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის, ხო? როგორც ხვდები? შეგვიძლია ეგრეც ვთქვათ, კი. ხო, ანუ ის რომ რეკლამის შედეგები მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ანუ მომხმარებლის ქცევა და ეს შეიძლება ცვლადი იყოს, ხო, როგორც წელიწადში ან სეზონის მიხედვითაც შესაძლებელია, რადგან რაღაც ბიზნეს იდეის მხრივ პლატფორმაზე მქონდა სადღაც 2019 წლიდან მცირე ხნით და მე ისე იყო რაღაც სეზონურად იყო ისე მიზიდებულივით იყო ეგრე ბიზნესი და ანუ ამ ფაქტორებთან გათვალისწინებით რაც მთავარია რეკლამა სოციალურ მედიაში რეალურად უზრუნველყოფს გაყიდვებს ფიქრობ ჩემ შემთხვევაში ესე იყო და თქვენი აზრი მაინტერესებს თუ ამ სეზონურ ცვლილებასთან დაკავშირებით როგორ მოვიქცეთ ხშირ შემთხვევაში არ არის ესეთი ტემპით ყოველ თვე თუნდაც შეტყობინებები ხშირი კომუნიკაცია ადამიანებთან არის ისეთი 2-3 თვე ჩავარდნები რო გვაქვს და შემდეგ ისევ ვანაახლებთ იმ 2-3 თვეს, მაგრამ აი იმ სტაბილურობის დაჭერის რა პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ თუ ამას გვირჩევთ, ძალიან დიდ მოხარული ვიქნები. მესმის კი, რასაც ამბობთ, ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს, რა თქმა უნდა, გავლენას თვითონ რეკლამის შედეგებზე, გარე ფაქტორებიც და შიდა ფაქტორებიც და ეხლა ჯერ გარე ფაქტორებზე ვისაუბროთ, მაგრამ შიდაზე. გარე ფაქტორები არის თუნდაც იგივე, არ ვიცი, სეზონურობა ეხლა ბიზნესი არის, მაინც დამოკიდებული თვითონ ბიზნესი თუ არის ისეთი, რომ სეზონური იყოს, კი ბატონო, ანუ თუ ისეთ პროდუქტს ან სერვისს ან მომსახურებას აწარმოებს, რომელიც რაღაც სეზონზე არის დამოკიდებული და მიბმული, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეგ რეკლამის შედეგებზე პირდაპირ აისახება, მაგრამ მაგის გარდა ასევე არის რომ გვაქვს რა თქმა უნდა ისეთი პერიოდები საქართველოშიც და ზოგადადაც, როდესაც ანუ ახალი წელი ავიღოთ მაგალითად აღდგომა ავიღოთ მაგალითად 8 მარტი ავიღოთ ხო ანუ მაგ პერიოდისთვის როდესაც კომპანიები გეგმავენ მსხვილ აქციებს მსხვილ კამპანიებს მარტივად და გლეხურად რო ვთქვათ იმდანად იტვირთება სარეკლამო სივრცე რომ კონკურენცია ძალიან იზრდება და შესაბამისად ყოველთვის ვიცით რომ ეგეთ პერიოდებში შედეგები გაგვიძურდება ანუ შედეგების რაოდენობა დაიკლებს იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია იქნება მსგავსი რამდენიმე პერიოდი შეგვიძლია გამოვყოთ მთელი წლის განმავლობაში არის შავი პარასკევის პერიოდი არის ახალი წლის პერიოდი არის ეს საროა მარტის დღესასწაულების პერიოდი არის ასევე back to school-ის პერიოდი აი სექტემბერში როდესაც სკოლაში ბრუნდებიან ძირითადად როდესაც ხდება ხოლმე დიდი ბრენდების და დიდი კომპანიების გააქტიურება, გულისხმობ ბანკებს, გულისხმობ მსხვილ რაღაც ტექნიკის მაღაზიებს, მსხვილ ქსელებს და ისინი მაგ დროს გეგმავენ ხოლმე ფასტეკლებს და მაგ დროს ხდება ხოლმე ისიც რომ ძალიან დიდ კამპანიებს უშვებენ და ბევრს ხარჯავენ იმაში რა ქვია რეკლამაში. მე კიდე ერთი გარე ფაქტორი რაც არის ის რომ ანუ ჩვენი რეკლამის შედეგები ძალიან პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზეც მიბმული რა ანუ როდესაც რაღაცა ანუ ეხა აქციები მიმდინარეობს ძალიან ბევრი დღე არის უკვე მე 100 დღე არის და თავიდან ეხა შედარებით ესე რომ ვთქვათ მივეჩვიეთ ისეთ ცხოვრების სტილს რომ ამ მუდმივად აქციების რეჟიმში ვცხოვრობთ და მეტწილად ესე რომ ვთქვათ სოციალურ მედიაშიც მომხმარებლის ქცევა ასე თუ ისე დარეგულირდა, მაგრამ თავიდან იყო რომ ანუ საერთოდ გაჩერებული ქონა მაგალითად რეკლამები, იმიტომ რომ არანაირი აზრი არ აქვს მაგ დროს რეკლამის გაშვებას და პირიქით აღიზიანებ მომხმარებელს, როდესაც ეგეც რაღაც ხდება ქვეყანაში და ჩვენ რაღაცა არ ვიცი იმას რა ქვია მანდარინს და ბანანს ვყიდით რა. ეს გარე ფაქტორებს რაც შეეხება, ამიტომ ნუ ჩვენთან ძალიან რთული არის ხოლმე სტაბილური შედეგების შენარჩუნება, ანუ სიმართლე რომ ვთქვა, მე ბოლო 2 თუ 3 წელიწადი არის ყოველთვის რომ სტაბილურად კარგი შედეგები იყოს, ეგეთი პროექტი არ მქონია, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ხდება, რაც იწვევს იმას, რომ შედეგები ეცემა. შიდა ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელი რაც არის ის რომ თვითონ რეკლამის ალგორითმი ხშირად ახლდება მეტა აკეთებს ამ ალგორითმის განახლებებს და ცვლილებებს
ალგორითმი განაპირობებს იმას, ანუ ჩვენ მაგალითად კონკურენციაში რამდენად გავიმარჯვებთ სხვა რეკლამებთან და რამდენად ხშირად გამოჩნდებით ესე რომ ვთქვათ მომხმარებლების იმებზე, ხო, newsfeed-ზე. ამიტომაც ეგ ყველანაირი განახლება, რა თქმა უნდა, თქვენ შედეგებზეც ძალიან მოქმედებს. ყველაზე დიდი ის არის რომ მინუსი მაგის ის არის რომ ესე არსად არ აცხადებს რომ აი ალგორითმი განვაახლიან ეს კონკრეტული ცვლილებები შევიტანე, მაგრამ ხვდებით ხოლმე ზოგადად რაღაცებს ამბობს კიდეც მეტა, რაღაცებს აცხადებს, რაღაცებს ჩვენ თვითონ ხვდებით და ამიტომაც არის რომ ეს ესე რა ქვია advertising-ი არ არის რაღაცა ერთხელ გავუშვი და მორჩა, ანუ რაღაც პერიოდულობით სულ არის საჭირო ტესტების გაკეთება, რაღაცა ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტების გათამაშება, გადათამაშება ესე რომ ვთქვათ, თუ რაღაცა ახალი ხელსაწყოები და ახალი თულები აქვს მეტას მაგების გატესტვა, მოკლედ სულ ტესტირების რეჟიმში ვართ. ეგ ჩვენი ეს არის რა ქვია საქმიანობის ესე რომ ვთქვათ ყოველდღიურობა არის და ამიტომაც არის რომ აი რეკლამის ოპტიმიზაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ეთმობა ამ კურსში რა მაგაზეც მაგ საკითხით შედის რომ აი მუდმივად ესე რომ ვთქვათ პულსი გვეჭიროს ამ ჩვენს ალგორითმზე და ხედავდეთ რას როგორი შედეგები მოაქვს. ძალიან გზად გიბრალად იყო ყველაფერი. ოკეი, მიხარია ძალიან თუ გავეცი სრულად კითხვას პასუხი. ნატამ კითხა ემიგრანტებისთვის რეკლამა რომ რა პრინციპით შეიძლება გაიშვას ემიგრანტებისთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრობილი ქართველებისთვის კონკრეტული ქვეყნები, ქალაქები, ნომერები, ქივორდები, რა მარტივ ხერხებს. ყველაზე მარტივი ემიგრანტების რეკლამის გაშვებასთვის, ანუ სირთულე რეალურად მან მდგომარეობს იმაში, რომ უშუალოდ მოხდეს ქართველი ემიგრანტის იდენტიფიცირება, ხო, პირობითად არის გერმანიაში თუ უშვებ მაგალითად რეკლამას და მინდა რომ ემიგრანტზე გავუშვა, იქ ამ ჩემს სამიზნე აუდიტორიაში არ მოხდეს გერმანელებიც. ეგ სირთულე 100%-ით გადაჭრილია თქო ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც დონეზე ჭრის ენის მითითება, ენაში ქართული რომ მიუთითოთ, რაც იმას გულისხმობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც გერმანიაში არიან და ქართულად აქვს Facebook-ი ან Instagram-ი, მათ ამოუვარტეთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი გადაწყვეტა, იმიტომ რომ სრულად არ ფარავს იმ ხალხს, ვინც ემიგრანტები არიან და ვიღაცას გერმანულადაც ექნება Facebook-ი და ინგლისურადაც, მაგრამ ნუ რაღაც დოზით გვეხმარება ამ ადამიანებთან წვდომაში. სხვა უკეთესი ჯერჯერობით არაფერი საშუალება არ გვაქვს. ოკეი, კიდევ ხომ არა გაქვთ კითხვები? დიდი მადლობა, ლალი. მეგობრებო, შეკითხვები კიდევ 2 წუთი შეგვიძლია ვიყოთ მეტიც. თავარია თქვენ შეკითხვა თუ შეიძლება მეორე კითხვა რაღაც. A/B ტესტინგზე როგორ მირჩევდი, აი პატარა ბიუჯეტი რა იმ მაგალითად $300-200 როცა მაქვს თვეში, რამდენად ღირს თან ცოტა ბიუჯეტი არის. ანუ ჯობია რომ ისე რამდენ $ზე შეიძლება რომ A/B ტესტინგი გავაკეთო, თქვა კლიენტის შემთხვევაში, ხო კლიენტი რომ აყოლება და რაღაც ასე შემდეგ. ანუ ეხლა რა ვიცი $50-ზე შეგიძლიათ გააკეთოთ მაგალითად და $20-ზეც რა, უბრალოდ ეგ შედეგები ვერ იქნება იმ მოცულობის, რომ რაღაცა რადიკალური დასკვნა გამოვიტანოთ უბრალოდ, თორე ანუ ტექნიკურად რა თქმა უნდა შეგიძლიათ $20-ზეც და $50-ზეც გავუშვათ, ანუ მაგ მხრივ არ არის შეზღუდვა და არანაირი პრობლემა არ არის რა. მაგრამ ხო არ ვიცი მინიმუმ $150 მაინც გათვალოთ მაგისთვის. მადლობა. ანუ ერთი კითხვა მაქვს, ანუ რას ურჩევდით advertising-ის დაინტერესებულ ადამიანებს? რას ურჩევდი? დიახ. პირველ რიგში რასაც ურჩევდი არის ის, რომ აი ტესტირების ნაწილი არასდროს არ დაავიწყდეთ, არასდროს არ დაეზაროთ და ყოველთვის გააკეთონ ხოლმე ტესტირებები, იმიტომ რომ და გულისხმობ რომ ყველა აკაუნტისთვის, ანუ ყველა იმ ბიზნესისთვის და ყველა კლიენტისთვის აუცილებლად გატესტონ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ერთი შეიძლება მუშაობდეს ერთი ბრენდისთვის და ერთი კონკრეტული კომპანიებისთვის ძალიან მაგრად და საერთოდ არ მუშაობდეს მეორე კომპანიისთვის და შეიძლება ერთი და იგივე ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებზეც კი გქონდეს საუბარი. ამიტომაც არის რომ ჩვენ ვიცით რაღაც, ანუ ჩემი გამოცდილებას რა თქმა უნდა ყოველთვის ვაზიარებ კურსებზე რომ ვიცი რაღაც ინდუსტრიაში რა როგორ მუშაობს და რაღაც, მაგრამ აუცილებლად რაც უნდა კიდევ ყოველთვის გახსოვდეთ რომ აი ტესტირება აუცილებელია მაინც. ანუ ეს რაღაცა მზა ფორმულა არ არსებობს ისეთი
რომელიც ყველა კომპანიისთვის და ყველა ბრენდისთვის ერთნაირად იმუშავებს. და მეორე, რასაც ასევე გირჩევდით აუცილებლად, არის ის, რომ სიახლეებს ულადევნოთ თვალი, იმიტომ რომ სულ რაღაცა იცვლება. ანუ ძალიან ბევრი მქონია კურსზე შემთხვევა, რომ მაგალითად ეც მენეჯერი რომ ამიხსნია, მეორე ლექციაზე შევსულვარ და სხვანაირ ეც მენეჯერი დამხვეტრია ხო და ესეც სულ იცვლება და ამ ცვლილებებზეც რაღაც ყოველთვის უნდა გვეიდოს ესე გვეჭიროს პულსზე ხელი, რომ არ გამოგრჩეს რამე სიახლე. მადლობა, ანუ რეგულაციები ემატება და შესაბამისად ამას უნდა აუწყოთ ფეხი. რეგულაციების გარდაც, ანუ რეგულაციები სიმართლე ვთქვათ საქართველოში და არაფერი ისეთი არ ხდება ხოლმე, რაც იმას გამოიწვევს რა. უფრო მეტად თვითონ მეტას მიერ არსებულ განახლებებზე მაქვს საუბარი, რასაც მუდმივად აკეთებს და ეს თავის ხელოვნური ინტელექტი რაც შექმნა, მაგის მერე ყველგან არის ჩაკვახებული და განსაკუთრებით ეც მენეჯერში, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველგან მაგათი ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული რაღაცები დაგხვდებათ და უფრო მეტად მაგ საკითხებს გულისხმობთ. მადლობა, ძალიან დიდი სასიამოვნო იყო. თიკო გისმენთ და შემდეგ ნიკა. ემიგრანტების თემას მინდა ისევ მიუბრუნდეს, სულ მაინტერესებდა და მადლობა რომ მომეცა ამის საშუალება დავსვა ეს კითხვა. ქართული ენის მითითებას რაც შეეხება, თუ ვუთითებთ ქართულ ენას, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სადმე ქართული შრიფტს იყენებს ემიგრანტი, ყველა ვარიანტში რა, ნუ გავა და მიწდება ჩვენი რეკლამა. ანუ თქვათ მესენჯერში ქართულად აქვს Facebook-ი, ანუ Facebook-ის სახელი გვარი ვისაც უწერია ქართულად, ამას გულისხმობთ? არა, ვისაც, ანუ Facebook-ს რა ენაზეც მოიხმარენ, ანუ მაგალითად, როდესაც შედიხართ, თქვენ ხო ირჩევთ რა ენაზე ხედავდეთ იქ ყველაფერს, ხო? ანუ Facebook-ს რა ენაზე მოიხმარდეთ, ვისაც ქართულად აქვს, მაგ ადამიანებზე არის საუბარი. მადლობა. ანუ ერთი კითხვა მაქვს, ცოტა ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც. აი თქვენ შემთხვევაში რა ბიუჯეტი არის ნორმალური კრიზისისთვის და საქართველოსთვის? ოღონდ მოდი ვიცი, ყველა კომპანიისთვის სხვადასხვანაირი არის, მაგრამ აი რო გაგიხარდებათ, რომ გეტყვიან, რომ ამ ქალაქთან თბილისისთვის ამდენი გვაქვს ბიუჯეტი, საქართველოს ამდენი გვაქვს ბიუჯეტი. აი რა არის ნორმალური მაშინ ეგ მაინტერესებს. ეგ ხო მიზანზეა დამოკიდებული. ხო, მაგრამ აი როგორიღაცა იცი, ჩემთვის რო ეკითხათ, მე უპასუხებდი მაგალითად ჩემ გამოსილებიდან გამომდინარე და ანუ მაინტერესებს ნათიათან გამომდინარე როგორ არის, ანუ ვიცი რომ მიზანზე არის, მაგრამ თუ აქ პასუხი, ოკეი. მაგაზე მართლა ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ მე რა ტიპის პროექტებზეც მიმუშავია, არის ისეთი პროექტები მაგალითად, რომელიც არის მსხვილი ბრენდების მიერ დაგეგმილი მაგალითად და არის მსხვილ ბიუჯეტურ გადაღებასთან დაკავშირებული, ანუ production-ს რასაც ეძახიან რაღაც კომპანიამ გადაიღო ძალიან დიდი ბიუჯეტური, რა ვიცი, ათასები როდდება ეგეთი ვიდეო და შესაბამისად ძალიან მსხვილ მასშტაბიან კამპანიას უშვებს. რა თქმა უნდა, ესეთი კამპანიებისთვის ძალიან დიდი ბიუჯეტი არის და გამოყოფილი social media advertising-ში შეიძლება რა ვიცი 10,000-იც იყოს, 15,000-იც, 20,000-იც იყოს. გარდა ამისა, მიმუშავე მაგალითად ისეთ ბრენდებთანაც, რომლებიც spending-იც თვეში 100,000-ით ყოფილა და ამიტომაც ანუ მაინც მიზნებიდან გამომდინარე არის რა, ანუ ნორმალურ მინიმუმ ბიუჯეტს გეტყვით თუ გინდა, რასაც ვთვლი, რომ კომპანია უნდა ხარჯავდეს social media advertising-ში, ანუ საშუალო და მსხვილ კომპანიებზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, ანუ ჩემი აზრით მინიმუმ $1,500 მაინც უნდა ხარჯავდეს კომპანია Twitch ჭრილში იმისათვის, რომ რაღაცა პატარა აქტიურობა მაინც ქონდეს, მაგრამ მე ყველაფერი უკვე მიზანზე, ზომაზე არის დამოკიდებული.